ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1933 წლის 18 ივნისია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. მოკლე დროში სურამის უღელტეხილის ელექტრიფიცირებული უბანი სტალინისის ზესტაფონი შევა ნორმალურ ექსპლუატაციაში. 6 ივნისამდე მიმოსვლაში იყო 10 ელექტრომატარებელი. 6 ივნისიდან მოძრაობდა 14 ელექტრომატარებელი, ხოლო 15 ივნისიდან ელექტროწევაზე გადავიდა 24 მატარებელი. ამიერკავკასიის რკინის გზების დირექციამ წინადადება მისცა წევის დარგს მოხსნან უბნიდან ორთქლმავლების სათანადო რიცხვი და ორთქლმავლების 20 ბრიგადა მიავლინოს სტალინისის ელექტროწევის დეპოში გადასამზადებლად ელექტრომევანქანეთა კურსებზე. საქართველოს კომუნისტური პარტიის ბოლშევიკების დადგენილებით ბალნეოლოგიური კურორტის მშენებლობა გამოცხადებულია დამკვირვებელ მშენებლობად. ფაქტოდ გაიშალა მიწის სამუშაოები. მშენებლობას აწარმოებს საქართველოს კურორტმშენი. წინასწარი გაანგარიშებით კურორტის მშენებლობა დაჭდება 36 მილიონი მანეთი. აღნიშნული თანხიდან 1933 წელს მშენებლობისთვის გადადებულია 4 მილიონი მანეთი. კომუნალური ქუჩა ნომერი 45-ის მოსაზღვრე ფართობის ბურყვის დროს 136 მეტრ სიღრმეზე აღმოჩენილია გოგირდის წყარო, რომელიც დღე-ღამეში 60,000 ვედრო გოგირდის წყალს იძლევა. წყლის ტემპერატურა ცელსიუსით უდრის 26-38 გრადუსს. საგზაო მშენებლობის ერთ თვიურთან დაკავშირებით დიღმის სასოფლო საბჭო ენერგიულად შეუდგა მუშაობას ახალი გზების გასაყვანად და არსებულის შესაკეთებლად. სოფლის საბჭომ მიიღო გადამჭრელი ზომები იმისთვის, რომ მთლიანად გამოეყენებინათ მოსახლეობის შრომითი მონაწილეობა საგზაო მშენებლობაზე. ამ მხრივ გეგმა გადაჭარბებით იქნა შესრულებული. დიღმის სასოფლო საბჭომ დაამტკიცა, რომ სავსებით შესაძლებელია საგზაო მშენებლობის გეგმის შესრულება მოსახლეობის შრომითი მონაწილეობის გამოყენებით. საჰაერო მიმოსვლის ამიერკავკასიის სამმართველოს ცნობით საჰაერო ხაზის გახსნას თბილისსა და მანგლის შორის აბრკოლებს მანგლისში ჰაეროდრომის უქონლობა. ჰაეროდრომის მშენებლობა დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყო და იგი მზად იქნება მესამე კვარტალის დამლევისთვის. ამ დროიდან შესაძლებელი იქნება თვითმფრინავების მსვლელობის დაწესება თბილისსა და მანგლის შორის. გადმოიცემოდა 1933 წლის 18 ივნისის უკანასკნელი ცნობები.